ელექტრომოწყობილობების კონტროლი გამკაცრდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრის მონიტორინგის საყურადღებო შედეგები დასრულდა. შემოწმება მაჩვენა, რომ პროდუქციის ნაწილი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამება. ცალკეულ შემთხვევებში საუბარია დენის გადასვლის ან ცეცხლის გაჩენის საფრთხეზე. კვლევაში განსაკუთრებული აქცენტი დენის დამაგრძელებლებზე, ტელეფონების დამტენებსა და სამზარეულოს ელექტრომოწყობილობებზე კეთდება. მონიტორინგი როგორც მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, ასევე ბაზრობებზე ჩატარდა. სფერო, რომელიც მანამდე საერთოდ არ რეგულირდებოდა, ახლა განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცევა. უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში სოლიდური ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. რეალიზატორებს გასაყიდი პროდუქციის ამოღებაც დაევალებათ. ეს თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის კვალია. ცეცხლი ერთი შეხედვით სრულიად უსაფრთხო მოწყობილობას მობილური ტელეფონის დამტენს გაუჩნდა. ბინის მეპატრონეების თქმით, დამტენი რამდენიმე დღის წინ ბაზრობაზე შეიძინეს. ელექტრომოწყობილობების მოხმარებასთან დაკავშირებული მსგავსი საფრთხეების შემცირების მიზნით რამდენიმე თვეა სახელმწიფომ ამ პროდუქციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო და მაკონტროლებელი ორგანოს ინფორმაციით დარღვევები უკვე გამოვლინდა. ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ლაბორატორიული და ტექნიკური შემოწმების შედეგად ხარვეზები აღმოაჩნდა ისეთ პროდუქციას, როგორიცაა დამაგრძელებლები, მობილურის დამტენები, წყლის გამაცხელებლები, გაზქვრის ჩასაშენებელი ზედაპირები, წყლის ჩაიდნები. ბაზრიდან ამოღებული კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი და ფოტომასალა სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. უწყებაში ამბობენ, რომ გამოვლენილი ხარვეზები შესაძლოა ელექტროშოკის, ზოგიერთ შემთხვევაში კი დამწრობის ან ხანძრის მიზეზი გახდეს. რეგულაცია და ტექნიკური რეგლამენტი დაფუძნებული არის ევროკავშირის LED დირექტივაზე, რომელიც ელექტრომოწყობილობებს ეხება და შესაბამისად სწორედ ამ მოთხოვნებთან მიმართებით მოწოდება, რომ პროდუქტი არ შეიცავდეს ერთის მხრივ ელექტროშოკის რისკს, მეორე მხრივ ხანძრის რისკს. მიმართულებით იყო დარღვევები, დამაგრძელებლების შემთხვევაში ქონდა მაგალითად ელექტროშოკის და ცეცხლის ხანძრის რისკი. ელექტრომოწყობილობებს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უშუალოდ სარეალიზაციო პუნქტებში ამოწმებს. დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს პროდუქტის გამოთხოვა, ბაზრიდან ამოღება ან რეალიზაციის შეჩერება. ეს დარღვევის სიმძიმეზეა დამოკიდებული. პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ დასკვნა მას შემდეგ იდება, რაც ბაზრიდან ამოღებული მოწყობილობა უცხოეთში არსებულ ლაბორატორიაში შემოწმდება. შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორებს ეკისრებათ როგორც პროდუქტის ამოღება, ისე პასუხისმგებლობა საფრთხემსვლელ პროდუქტის განთავსებისთვის და იმ შემოწმების ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც შემოწმებისთვის იქნა გაღებული სააგენტოს მხრიდან. სპეციალისტების თქმით, არც თუ იშვიათად სწორედ გაუმართავი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ხანძრების გაჩენის და ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. მათი ინფორმაციით აუცილებელია ეგრეთ წოდებული შტებსელები დამიწებით იყოს დამონტაჟებული. მათივე განმარტებით ასეთ დროს თუ კი დენის მოწყობილობები მწყობრიდან გამოვა, მოქალაქე დენის დარტყმისგან დაცული იქნება. მათივე თქმით, ამ პროდუქციის ბაზრის აქტიური მონიტორინგი აუცილებელია. პირველ რიგში მომხმარებელმა შეიძლება მიაქციოს ყურადღება ვიზუალურად. დაუშვათ ეს იქნება დამაგრძელებელი, დამტენი იქნება თუ სხვა ელექტროსაქონლები. ახლა დაუშვათ სარეს მანქანას ვიზუალურად ვერ შეამოწმებ. ეს უკვე ექსპლუატაციაში უნდა განახოს. პირველი რაც შეუძლია მომხმარებელს შეუძლია ნახოს, რომ ვიზუალურად როგორი სიტუაცია აქვს, რა არის, როგორია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ თავისი საკუთარი ქსელი კონდეს მოწესრიგებული. ელექტრომოწყობილობების გარდა ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ცემენტის, არმატურის, პლასტმასის მილების და სხვა პროდუქციის ხარისხს ამოწმებს. ამასთან შეძენილი უხარისხო პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება თავად მომხმარებელსაც უწყების საიტის საშუალებით ელექტრონულად შეუძლია. იმისთვის, რომ უხარისხო პროდუქციის შეძენისგან თავი დავიცვათ, სპეციალისტები გვირჩევენ ბრენდულ მაღაზიებსა და სანდო სავაჭრო ქსელებს მივაკითხოთ, რომლებიც პროდუქციას ხარისხის გარანტიით ყიდიან.